ჩემო ძვირფასებო, რამოდენიმე წუთი მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, ყველაზე რთულად გასაგები თემა ბიბლიაში თითქოს ისევ ჭკვიანებისთვის. ღმერთი ამბობს, რომ უკვე ანალიზი ჩაატარა ღმერთმა ჯულის მეშვეობით და ამბობს, რომ ყველა ადამიანი ცრუა, დაცემულია, მოკლებულია ღმერთის დიდებას და ღმერთი არის ჭეშმარიტი. ეს არის რომაელთა მესამე თავში. პავლე მოციქული უხსნის თეობნა ხო უკვე განსაჯეთ, არა ხო უკვე ანალიზი გააკეთა ჯულმა, რომ შეუძლებელი იქნებოდა ადამიანში რაიმე კარგი ეპოვა ღმერთს. ნახეთ, ეს არის რომაელთა მესამე თავი. ბევრი ასე მსჯელობსო ჩვენს ქადაგებას და სწავლებას და გაუგებრობაში შედის. მეოთხე მუხლიდან. არავითარ შემთხვევაში ღმერთია ჭეშმარიტი და ყველა ადამიანი ცრუ. როგორც წერიაო. როგორც წერია რომ ადამი დაეცა და მესამე თავის 21 მუხლს წაიკითხავთ. წერია რომ ყველამ შესწოდა 22 მუხლი. ყველამ შესწოდა და მოკლებულია ღმერთის დიდებას. 23 მუხლი. ვინაიდან ყველამ შესწოდა და მოკლებული არის ღმერთის დიდებას. ამიტომ ღმერთი გვთავაზობს შემდეგ შემოთავაზებას. მე შენს მაგიურათაც მინდა გავაკეთო ყველაფერი. იცით, შესავალი მინდა გავაკეთო, ცოტა რომ გასაგებად ადვილი იყოს. ეს კალამი რო შეიძინო, ხო არაფერი არ არის განსაკუთრებული. ფასი უნდა გადაიხადო. რომ აიღო და მიიღო ეს, შედით ასანთი რო აიღო მაღაზიიდან ფასი უნდა გადაიხადო. თუ არ გადაიხდი, ვერაფერს ვერ მიიღებ. ცხოვრებაში რაღაცას აკეთებ, რომ რაღაცა მიიღო. იხდი ფას, რომ რაღაცა მიიღო. მაგრამ ღმერთი გეუბნება, მე რწმენის გზას გთავაზობ მადლით. არაფერი არ გააკეთო, მე გადავიხადე ყველაფერი. და მე გავაკეთე ყველაფერი შენთვის. შენ უბრალოდ მიიღე. ისწავლე მიღება რწმენით, ჩემი მადლით. ყველაფერი მიიღე მადლით და რწმენით. და შენ არაფერი არ გააკეთო და შენ არაფერი არ გადაიხადო. იცით, ჩვენს თავში ხლა არ მთელი ცხოვრება ვიხდი და წავედი. აბა მიდი მაღაზიაში და ერთი სახეჭი რეზინი ვთხარი, ერთ სახეჭი რეზინი მომეცი. რითი გადაიხდით? თვისით თუ ქეშით? თუ საქართველოს ბანკით? რითი გადაიხდით? თუ ესენი გაქვს ქულები? რითი ხდით? აბა ერთ სახეჭი რეზინას ვერ გამოიტან, რომ არ გადაიხადო. არავინ არაფერს არ მოგცემს. და ასე აღზრდილები წარმოიდგინეთ ჩვენ. ბავშვობიდანვე ჩანერგილი ყველაფერი, არავინ არაფერს არ გაძლევს უფასოდ და უსასყიდლოდ. უნდა გადაიხადო, ან უნდა იშრომო, რომ მიიღო. და ასე ვართ, აღზრდილები, როგორც ჩვენ სისხლში და ხორცში ზის ეს. ერთხელ მამა ჩემი მასწავლიდა და გვასწავლიდა საერთოდ ეს რაღაცებს ამდა. რო ჭამს აღამოთი საჭმელს, იფიქრე, რა გააკეთე მთელი დღე იმის საფასური. თორემ შეიძლება თავი ისე ამოიჭამო, რომ მთელი დღე არაფერი გიკეთებია და დგეხარ ამ ჭამ. მერე ხვალაც არაფერს გაგდა კიდევ შეჭამ და ამოიჭამ თავს მერე. და ეს სულ ჩაგძახოდა, ხო ქვერსო ჩაზა. რასაც ჩაზახებ, იმას ამოიძახებს უკან. კარგი, გავიგე, აი ამ ხელები ვიყავით უკვე ბარავდით ხომ, ბაღში მივიდიოდით და ბარავდით. ბაღებს ვბარავდით ხომ. ეხლა ვიღა ბარავს. ეხლა ჩემს სოფელში აღარ ყველას ტრაქტორები ვიყავს და ხნავენ და რაღაც ტექნიკით აკეთებენ ყველაფერს. წავედი ჯარში და აი შთაგონება ხო გააქვს, რომ მთელი დღე რაღაცა უნდა გააკეთო, რომ იმის საფასური იყოს და დაფიქრდი ამას და სულ რო ჩაგძახებიან და სულ რაღაც გაჟღენთილი ხარ. წაგვიყვანეს ჯარში უცბად, 19 წლის ვიყავ ჯარში ვწავედი და უცბად მოხვდი ძალიან ეს მთელი ტური ჯარში. კალინინგრადში 2500-ნი ვიყავით, აი სპეცნაზი იყო რა. მარსკოვი პეხოტაში.
მე ვიყავი დაბალი. ყველა იყვნენ აი ჩემზე დიდები, ასე ხრიანი, ამორჩეულები სპეციალურად, რომ და წარმოიდგინეთ მე-18 ვიდექი მე 17-18 ვიდექი კაროვკაში კიდე ზემოდან რომ ეწყობოდა მოსკოვის პარადზე რომ დავყავდით ხოლმე. ყველა იყვნენ ძალიან დიდები. 2500 კაცი შევიდოდით სასადილოში დღეში 3 ჯერ ჭამდით და არავინ არაფერს არ ვაკეთებდით. პირველად მოხვდი აი ამ ტურბულენტურ ზონაში. არაფერს არ ვაკეთებ და სულ ყველა ჭამთ. წარმოგიდგენთ 2500 რატომ მოყვევი დიდები იყვნენ მეთქი, ჩემზე დიდებიც და ეს როგორ ჭამდნენ, თან საჭმელს გვაძლევდნენ, აი საკმარისზე მეტ, ჭამე რამდენიც გინდა. თუმცა ფიზიკურად დაგტვირთავთ. გეძინოს კარგად, თუმცა ფიზიკურად დაგტვირთავთ. რა შესაძლოა შევდივარ და მამაჩემს აი ეს დაგონებული რო ჭამთ ეხლა ამას, რო ჭამთ 2500 რო აქეთ იქით ვიყურებოდი ხოლმე როგორ ჭამდნენ ცირუსები და ეს აი გემრიელა და ეს ვიცახერტო რა ეკონომიკა უძლებს აი ამ ყველაფერს არავინ ამ 2500-დან არაფერს არ აკეთებს სულ ყველა ჭამს ერთი პატარა შესაღები რო იყო კედელი პატარაზე რაბოჩი ბატალიონიდან მოყავდათ ხოლმე შრომითი ბატალიონი იყო იმათ იმუშავნო თქვენ არ იმუშავნოთ იმათ შეღებონო 2500 უსაქმური გიზის შეღებოს ახლა ხო იციან ცხოვრებაში პროფესია ხონდა რომელიღაცა შეღებ არა თქვენ არ იმუშავნოთ თქვენ ისე უნდა თქვენ ახართ ფიზიკურად უნდა ივარჯიშოთ რაღაცა საქმესთვის მისმინე პირველად ჩემს ცხოვრებაში არაფერს აკეთებ და ყველაფერს იღებ აი მაშინ მოხვდი ისეთ გაუგებ სიტუაციაში მე წაგვიყვანეს მოსკოვში აი მოსკოვის აი წითელ მოედანზე რო გაგვიყვანეს, კიდე მე მსხურობდა სტერეოტიპები თავში. გავიხედე და ჩვენ 400-ნი წაგვიყვანეს. ნუ მეტნი წაგვიყვანეს, მაგრამ კაროვკაში ვიდექით 400, 20-20-ზე. გავიხედე ესეთი კაროვკები დგას 400 იქით. ანუ 400 კაროვკას უსაქმურების, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ და დიდი სასადილოები არის ძალიან დიდი სასადილოები მომსახურე პერსონალები წარმოგიდგენია 400 რო ჩავჭამთ 400 კაროვკა იდგა ასეთი დაახლოებით მთელ წითელ მოედანზე და გაყოლებული კიდევ იქით ზოგი ოფიცრების ზოგი ახალგაზრდა საოფიცრო იმაში რო აბარებენ ზოგი ამჯარიდან ზოგი იმჯარიდან და ვიცახდი ღმერთ და რო სასადილოში მოდიოდნენ გენერლები და ხორცი დაუმატეთ, ხორცი, მიდი უფრო მეტი საჭმელი მოუტანეთ, მაგრამ მივიჭამ, მე კიდე ჩემიდან ვიყურებ, რომ ამდენი ხალხი ჭამ, არავინ არაფერს არ აკეთებს, არავინ ამბობენ 70% საბჭოთა კავშირის ჯარის მომარაგებაში მიდიოდა. ჯარს მიქონდა 70% კეთილდღეობის ყველაფერი, რომ ისინი ჭამდნენ. მე არ ვიცი, სხვადასხვა ადგილზე და ზოგი იპარავდა, ზოგი რაღაც გამოუთხარეზილი და აქციეს ეს ქვეყანა. მისმენთ ყურადღებით. ერთი რაღაც მინდა მოგიყვეთ, რომ ბევრს არ ეგონოს, რომ აი ღმერთო, მე არ მინდა უსაქმურად რაღაცა ვჭამო და რაღაცა მივიღო. ქრისტემ თქო მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. მეცნიერები გაოგნებულები არიან, რომ გეუბნებით უყურებ ხოლმე გადაცემას გალაქტიკების საიდუმლოებები ასე ქვია რუსულად ტაინი გალაქტიკი. გაოცებულები არიან რა სიმდიდრეები არის ამ პატარა დედამიწის მიღმა. ჯერ მარტო ჩვენ გალაქტიკაში 200-300,000 დედამიწის მსგავს პლანეტაა. მარტო ჩვენ გალაქტიკაში. და ერთი ასეთი რაღაც თქვენს მეცნიერებმა წარმოდგენთ, რომ ჩამოვეყალიბოთ. არის ასეთი ნაგავს ეძახიან კოსმოსის ნაგავი. კოსმოსური ნაგავი, რომელიც დაფრინავს ამ კოსმოსში და რომელიმე პლანეტას არ ეკუთვნის, როგორც მეტეორიტები აი ასე დაფრინავენ და არავის და არაფერს არ ეკუთვნის, უბრალოდ დაფრინავს და ერთი დიდი ასეთი ძალიან დიდი მასის მქონე რაღაცა აღმოაჩინეს და დედამიწის პატარაა, მაგრამ თუ დედამიწაზე დიდია პირიქით და რომ ნახეს აღმოჩნდა სულ ოქროა მთლიანად ეს და რომ გაადნონო და ის ჩამოიტანონ დედამიწაზე ის ნაგავი რომელიც კოსმოსური ნაგავია 7 მეტრით დაიფარება დედამიწაო სიმაღლეში დედამიწაზე რომ ის უბრალოდ გაადნონ და დედამიწაზე შემოიტანონ ჩვენ
წარმოსახვები არა გვაქვს ჩვენი ღმერთი რამდენად დიდარია. ვინ არის ის და მას არასწორი წარმოსახვა ურწმუნოებას ვერ ვერწმუნები ღმერთს მადლით შეუძლია ყველაფერი მომცეს. ღმერთმა გადაწყვიტა 8 მილიარდ ადამიანს ჩემთვის არაფერია თქვენი უზრუნველყოფა. ყველანაირად უზრუნველყოფთ მე, ყველაფრით გაკურთხებ. როცა რატომ ვიძახი რომ უყურეთ ამ გადაცემას, ამ გადაცემას Discovery-ს და იმას რო უყურებ, ხვდები რომ რაოდენ დიდია ღმერთის შესაძლებლობები. და როცა ღმერთს ეცნობი რომ ღმერთს შეუძლია მოგცეს ყველაფერი უხვად დასატკბობათო. ღმერთი ყველაფერს უხვად გვაძლევს დასატკბობად. ტიმოთეს ეუბნება პავლე მოციქული, მდიდრებს უთხარიო, საკუთარ სიმდიდრეს ნუ დაენდობიან. მაგრამ იცოდეო ტიმოთე და ასწავლე მდიდრებსაც და შემძლებს საკუთარ სიმდიდრეს ნუ დაენდობიან. მაგრამ ერთი რაღაცაც გახსოვდეს. ამ წუთისოფლის მდიდრებს, 1 ტიმოთეს 6:17-დან ვკითხულობ, ამ წუთისოფლის მდიდრებს ამცნეო, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდვნონ მათ დურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს დასატკბობათო. ღმერთი გვაძლევს ყველაფერს უხვად, რომ დატკბე. და შეუძლია იმდენად 8 მილიარდ ადამიანს მისცეს იმდენი, რომ ვერც კი შეძლონ მისი მიღება. იმდენი სიმდიდრე და სიკეთე შეიძლება ღმერთმა მისცეს კაცობრიობას. მაგრამ დგას შეკითხვა, ეს არის ჯილდო თუ ეს არის საჩუქარი? ჯილდო თუ საჩუქარი? და ადამიანებს უნდათ რომ მოდი მე რაღაცას გავაკეთებ, რომ ჯილდოთ მივიღო კურთხევა ღმერთისგან. ღმერთი ამბობს, არა, მე უსასყიდლოდ მინდა მოგცე საჩუქრად. მხოლოდ ირწმუნე, რომ მე შემიძლია და მე მინდა. ბევრს სამს რომ ღმერთს შეუძლია, მაგრამ ის არ სამს რომ მას უნდა რომ შენ ცხოვრებაში მოიტანოს კურთხევები. ბევრი ვერ ღებულობს ღმერთისგან. იაკობის წერილი ჩვენ წავიკითხეთ, იაკობის პირველი თავი, მე-5 მე-7 მხოლოდ გაორებულ კაცო, ნურც გონია რომ ღმერთისაგან მიიღებს რამეს. ნურც გონია რომ ღმერთისგან რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისაგან მიიღო რამე. ებრაელთა 11:6 ამბობს, ღმერთის არხი არის პირდაპირ ღმერთისათვის სათნოდ ყოფნაო შეუძლებელია რწმენის გარეშე. როცა მიდიხარ ღმერთთან, ღმერთო, ჩვენ ზოგჯერ ისევ წვრილმანდებით და პატარავდებით, ვერც კი ბედავთ რომ უთხრა თითქოს ღმერთს, ღმერთი შენ არ მიცნობ მე და იმიტომ არ მოდიხარ გაბედულად ჩემთან ლოცვაზე. თითქოს არ შემიძლია, ან შემიძლია და არ მინდა. ღმერთი ამბობს, მე შემიძლია კიდეც და მინდა კიდეც. ერთხელ იესო ქრისტესთან მივიდა ერთი პიროვნება და უთხრა, თუ გინდაო, შენ შეგიძლია რომ გამგორნდა. იესომ ხელი დაადო და უთხრა, მინდა. ღმერთს არა მარტო შეუძლია, მისია დედამიწა და სავსება მისი. მისია მთელი სამყარო. გაოცებისაგან რომ ვერ მალავენ მეცნიერები რა რეებს ეხებიან, რომ ამხელა galaktikები რაღაც და ჩვენ კიდე გონია ღმერთი ჩიევა ამხელა საჭიროებას უნდა, შეუძლია და ჩვენ ღმერთს ვაპატარავთ ჩვენ საერთმენაში. მაგრამ მას განუზომლად მეტის გაკეთება შეუძლია. ჩვენ ხშირად ვახსენებთ ხოლმე ეფესელთა 3:20, მას განუზომლად მეტის გაკეთება შეუძლია. თქვენი ფიქრები არ არის ჩემი ფიქრები, ღმერთმა თქვა. თქვენ ძალიან შევიწროებულ სიტუაციაში ხართ. ამიტომ ვიდრე ხორცში ცხოვრობთ, შენ შეგიძლია ღმერთთან მიხვიდე და თქვა ღმერთო, ვიცი რომ შენ შეგიძლია და ვიცი რომ გინდა. ამიტომ გთხოვ იესოს სახელით და მადლით ღმერთი აგზავნის ურიცხ კურთხევას. მე მინდა ადგილები ჩაიწეროთ უბრალოდ და საოჯახო ჯგუფებში იჯდებით და იმსჯელებთ მე ყველაფერი იმის შესახებ, რასაც მადლით ღმერთისაგან მომავალი სიკეთეები მოდის ჩვენს მიმართ რწმენით. პირველი რაც მინდა გააკეთოთ, ნახეთ პავლე მოციქულის მისალმება და მშვიდობები ყველა წერილის. მისალმება და მშვიდობება. აი როგორ იწყებს პავლე მოციქული მისალმებას და დამშვიდობებას ყველას მიმართ. რომელი ავიღოთ მაგალითად კორინთელთა წერილი. ნებისმიერი წერილი, წმინდა წერილი, რომელსაც პავლე მოციქული წერდა, უწერს კორინთელებს და ნახოთ 1 კორინთელთა, 2 კორინთელთა არ აქვს მნიშვნელობა დაწყება და მშვიდობება. ახლა ავიღე 1 კორინთელთა წერილი გადაგვეშალა, 1 კორინთელთა ავიღოთ. პავლე იესო ქრისტეს მოწოდებული მოციქული ღმერთის ნებით და ძმა
სოსთენი ღმერთის ეკლესიებს რომელიც კორინთოშია ქრისტე იესოში წმინდად გამხდრებს წმინდანებს ყველასთან ერთად ვინც მოხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჩვენ ვინც მოხმობს ჩვენს უფალ იესო ქრისტეს სახელს ყველა ადგილას მათთან და ჩვენთან ესალმება და ეუბნება მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტესაგან რა გჭირდებათო თქვენ ყველას ვინც მან ხართ მადლი გჭირდებათ და კიდევ რა მშვიდობა ღმერთისა რომელიც ყოველგვარ გონებას როგორ ამთავრებს კორინთელთა მიმართ პავლე მოციქული ბოლოს და როგორ ეუბნება 23 მუხლი მე-16 ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან იწყებს მადლი გჭირდებათ მადლი იყოს თქვენთან მადლმა შეგინახოთ მადლმა დაგიცვათ მადლმა მოიტანოს ყველაფერი და ყველა წერილში ნახავთ ყველა წერილის მისალმებაში და დასასრულში ეუბნება მადლი ხალხო გაიხედეთ ირწმუნეთ მადლი ირწმუნე მადლი რომ ღმერთი იმდენად მდიდარია და მზად არის და უკვე თქვა რომ მინდა შენ ცხოვრებაში ყველანაირი სიკეთე შემოვიტანო წაღან დაჩი მაქვს ახსენა ერთი მუხლი ძალიან საინტერესო მუხლი თუ დაიჭირეთ მეორე კორინთელთა 9:8 ღმერთი ყოველგვარი მადლისა პავლე მოციქულმა ღმერთი ყოველგვარი მადლისა მას ძალუწ გაგამდიდროთ ყოველგვარი მადლით ანუ სიკეთე როგორ იგიდა ჯანმრთელობა გინდა ირწმუნე რომ ღმერთს შეუძლია მან შექმნა ჩვენი უჯრედები და შეუძლია მადლით მოგცეს ჯანმრთელობაც და მოგცეს ოღონდ რწმენით მიიღე მადლით 1 პეტრეს 5:10 მე იქაცეუბნა ღმერთი ყოველგვარი მადლისა ვინც მოგვიწოდა ქრისტე იესოში თქვენო განგამტკიცებთ და გაფუძნებთ და მისმენთ მადლი რატომ არის ბიბლიაში სულ მადლი ნახსენები მადლით ხართ გადარჩენილები ეფესელთა 2:8 მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით ეს არაო თქვენგან ეს ღმერთის საჩუქარია ქართულში წერია ნიჭიაო არა რუსულში это дар Божий ღმერთმა გვაჩუქა ეს გადარჩენა ჩვენ შენ გადარჩენილი ხარ უკვე ოღონდ პირველ მე არაფერი გამიკეთებია არაფერი გადამიხდია და მაქვს მაღაზიიდან ვერ ვიღებ ერთ სახეჭრეზინას და ასანს რო არაფერი არ გავაკეთე და არაფერი გადავიხადო როგორ გადარჩენა მაქვს სხვამ გააკეთა და სხვამ გადაიხადა შენთვის უნდა ირწმუნო ეს მადლი ნიშნავს რომ ღმერთმა სიკეთე გაიღო ჩვენს მიმართ და გითხრა მე ყველაფერი გავაკეთე და ყველაფერი გადავიხადე შენს ნაცვლად შენს ძელი მიღება რომელთა 5:17 ჩვენ ვახსენეთ წინაზე ვინც მიიღებს მადლს უხვად ყოველგვარ მადლს თუ მიიღებ იმეფებენ ცხოვრებაში ერთის იესო ქრისტეს მეშვეობით მადლის მიღება რწმენით რომ ღმერთი მაძლევს მე ამ ყველაფერს მიაქციეთ ყურადღება მინდა დაინახოთ ერთი რაღაც პავლე მოციქულის დამოკიდებულება საკუთარ თავთან პავლე მოციქულის ცხოვრებაში დიდი რაღაცები მოხდა მან გაარღვია სულიერი სამყარო 1000 გვარი ასე ვთქვათ ქვეყნები გაიღო სადაც ჯადოქრებები და რაღაცები ხდება მაგრამ პავლეს აქებდა ხალხი ამ ხელა სასწაულები ხდება ამ ხელა რაღაცები მაგრამ პავლემ თქვა რაც ვარ 1 კორინთელთა 15:10 რაც ვარ ღმერთის მადლით ვარ მაგრამ ღმერთის მადლი უყურეთ მიაქციეთ ყურადღება ახლა ღმერთის მადლი ფუჭი არ იყო ჩემს მიმართ და ყველაზე მეც შრომობდი მე და არამედ ღმერთის მადლი აი აქ ახლა მივდივართ იქამდე რომ რა უნდა გავაკეთო ესე იგი არაფერი არ უნდა გავაკეთოთ მოვიდეთ ჯიბეში ხელშეწყობილები ვიაროთ ეკლესიაში არც აგვეშენებინა არც ვიქადაგოთ არც არაფერი გავაკეთოთ რომ ყველაფერი მივიღოთ ალოგიკური არის ძალიან რა თუ რაღაც არ გავაკეთე ვერაფერს ვერ მივიღებ აბაწადი არ იმუშაო და ხელფასი აიღე აბაწადი მაღაზიაში და რაღაცა აიღე არ გადაიხადო აი ზუსტად ეს არის რომ ღმერთმა თქვა მე გადავიხადე უკვე მე გადავიხადე შენს ნაცვლად და მე ვიშრომე შენს ნაცვლად შენ შეგიძლია უბრალოდ აიღო მიიღე და ახლა მინდა გითხრათ მივიღე მაგალითად ახლა აი სად არის ხალხის გაუგებრობა და ბევრი მისვავს შეკითხვას მივიღე ხორეთ პავლეს სიტყვას ხმარობს 1 კორინთელთა 10:15-ში
რაც ვარ ღმერთის მადლით ვარ და მე რეაგზელებს მადლი ფუჭი არ იყო და ყველაზე მეც შრომობდი მის მიერ ყურადღებით თქვა ღმერთმა მოგცა რაღაცა მადლი თუნდაც ჯანმრთელობის მადლი მოგცა თუ ჯანმრთელობის მადლს ყურადღებით იყავით არ გამოიყენებ ღმერთის სამსახურში და არ ჩაერთვები და არ დახარჯავ შენ ძალას ენერგიას და ღმერთი გვაკვირდება მოცემულ მადლზე რომ მოგმადლა რაღაცა რა სუშურები იმას რაც მოგმადლა პავლემ თქვა რომ მომცაო ღმერთმა მადლი ყველაზე მეც შრომობდი მე ყველაზე მეც შრომობდი იმ მადლს კი არ ფუჭი კი არ იყო ჩემზე ის მადლი ყველაზე მეც შრომობდი არამედ ღმერთის მადლი რატო შრომობ მე ბელს მოცემული მადლით იმიტომ რომ მადლი გავანთავისუფლო რომ მიცე საშუალება კიდე მომცეს ღმერთმა კიდე ერთხელ ვიმეორებ ღმერთი ბრძენთა ბრძენი ღმერთია ღმერთი არ გვაძლევს ასე წამოწექი დაიძინე არაფერი არ გააკეთე ღმერთი გვაძლევს სიკეთეს და გეუბნება იშრომე ამ სიკეთესში და გამრავლდი და კონდეს კურთხევა დავინახო ჩემი მადლი ფუჭი არ იყო შენზე ერთი პერიოდი იყო ასეთი მერტ ჩემ მახლობელს დავეხმარე ბინა ვაყიდინე მე ეს ბინა გაყიდა ბინის რაღაც ნაწილი გაყიდა და მითხრა უნდა გაჩუქო $1000 იმიტომ რომ მარტო მე რატო უნდა ვისარგებლო იმიტომ რომ შენ მომეხმარეო ამის გაკეთებაში და მე ვისარგებლეო ამით კარგად და ეს $1000 და მაშინ $1000 ღირდა ერთი ძველი მანქანა რა შანსი იყო ღმერთი მაძლევდა და ჩვენმა ძმამ მირანმა თქვა რომ არის ესეთი მანქანა და შეგიძლია იყიდო მე გადავჭრე ამას მივაკერებ ასე ვიზავ და მაგრამ ის მადლი რომ მოგცა ღმერთმა და ფინანსიც გაჩნდა აგერ გაკეთების შესაძლებლობაც ვათენებდით მე და შმაგი იმ მანქანასთან ღამეებს მადლი ფუჭი კი არ იყო ჩვენ შრომობდით თავს ვაკლავდით რატო აკეთებ ამას იმიტომ რომ ღმერთმა დაინახოს ჩემი მადლის ზარმაცობაში კი არ გადაეზარდა ამ ადამიანს ჩემი მადლი ფუჭი არ არის ამ ადამიანზე რომ ის უფრო მეტი მადლი წამოვა კიდევ უფრო მეტი მადლი მოვა იაკობის 4:5 და 6 მუხლები ამბობს დაშურებით წადია ჩვენში დავანებულ სულსო და უფრო მეტ მადლსაც იძლევა მის მინეთ ყურადღებით ეხლა რომ გასაღები ვიპოვოთ მადლში როგორ შევიდე და როგორ ვიცხოვრო მადლი რომელიც ღმერთმა მოგცა თამუნა და კარგი მანქანით დადიხარ და მშვენივრად გაცვია თუ ეს მანქანა იდგება უსაქმურად თუ შენი ქონება იქნება მე სერიოზულად ვამბობ და რაღაცები რაც გააქვს ეს ყველაფერი იქნება იმისთვის რომ ხორცი საამებლად გადააქციოს ადამიანმა და რავჭამო რავსო და როგორ ადამიანი ნელ-ნელა როცა იკურთხება ღმერთისგან და სიკეთეები მოსდის ღმერთისგან ადამიანები რა საკეთებენ გართობას იწყებენ და გულაობას იწყებენ და მადლი ფუჭია მათს და როგგონია რომ ასე მიდის ზემოთ უცბად მოხდება და ქვემით მიდიან ადამიანები რაღაც ემართებათ შეჩერდა მადლი გააჩერა ადამიანმა და ფუჭი აღმოჩნდა ზოგი პირიქით იბღინძება მადლის ქვეშ დალოცა ღმერთმა აკურთხა ჯანმრთელია ხელი ემართება ყველაფერი და წვერაწეული დადის უკვე როგორ ლაპარაკობს იცი აი ზევიდან ლაპარაკობს უკვე და ღმერთი უყურებს ყველას მადლი რომელიც მოგეცი რა შედეგი მოიტანა ამან უფრო მეტ მადლსაც იძლევა. განა არ უნდა ღმერთს დაშურებით სწადია, რომ უფრო ბევრი მოგცეს ღმერთმა, მაგრამ თუ ფუჭი აღმოჩნდა მადლი, შეტრიალდება ეს მადლი და საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, როცა შეიძლება გაჩერდეს მადლი. რატო ვშრომობ მე? რატო მოგიყავით ამ მანქანაზე? რომ მიცოდეთ იმ ოპელით 12 პაჭკა ცემენტს დავათრევდი ხოლმე დაბლა რო არემონტებდით აი შენობას და გარშემო რო ბეტონს ვასხავდით. უკან გლუშიტელი ედებოდა ხოლმე. ეს მანქანა გასართობა და საგულაოდ კი არ იყო გამოყენებული. ღმერთი აღარც მახსოვს და აღარც ეკლესია და აღარც არაფერი. პირიქით ეს მანქანა სულ დატვირთული დადიოდა. სულ დავრბუდით იქით და აქ მოძრაობდით და მოკვდით და რა მოხდა ღმერთმა უკეთესი მანქანა გამომიგზავნა. ჩემი ახლობელი ოჯახის წევრი წავიდა საზღვარგარეთ და ფეხმძიმე თუ არ იქიდან რეკავს. ოღონდ ფეხმძიმე თუ არ არაფიზიკურათო. რომ მივდიოდი სურვილი ჩამესახაო, რომ გიყურებდი რამდენ შრომობდით მანდ და როგორ წვალობდი. და
და სურვილი ჩამესახავ მანქანა უნდა გიყიდო ადი ეხლაო ბაზრობას და ჯიპი იყიდე კარგი რომელსაც ნახავ ღმერთმა აქ ფინანსებით მაკურთხავ და მეთქა მამშობიარე მეუთხარ ბებებია ქალი ხო არა რომ გამშობიარო მამშობიარე მეუთხარ არა ვიღებ მაგ ფულს ვარიანტი არ არის არა მე უნდა მამშობიარე ვკითხო რა მინდა რომ ემშობიარო ამისთვის ღმერთმა ეს ჩამიდო და მინდა რომ დაიბადოს ეს და მე გრანდისი რომ ყავდა ხომ გახსოვთ ხო მეუთხარ მე ვერ ვიყიდი ჯიპს შენახვა რთულია ყველაფერი რთულია მაგრამ მეთქი საოჯახო მანქანას ვიყიდი მე მარჯინალურია ცოტა და მე ეს მანქანა ვიყიდე და რესტორნებში დავდიოდი გულავდი ვერთობოდი ცუქ ღმერთი ყველაფერს საკვირდება მადლი საწავიდა პაულე თქო მე ყველაზე მეც შრომობდიო ყველაზე მეც შრომობდი რომ ღმერთს დაენახა რომ ფუჭი არ იყო ეს მადლი კიდევ უფრო მეტი მადლი მას ყოველგვარი მადლით შეუძლია გაგვამდიდროს მაგრამ რაში გამოიყენებ იმ მადლს მისუნად ერთი რაღაცა უნდა თქვა ცოტა დრო გაგვეჭირა მაგრამ ეს თემა უნდა წავიღოთ სახში ზოგიერთ ადამიანს ჯანმრთელობის რაღაცები ეკარგებათ, იმიტომ რომ ჯანმრთელი ადამიანი მრუშობაზე ფიქრობს. გართობაზე ფიქრობს. ხორცილებების, იმიტომ რომ ვეკითხები, მსახურობ არა, ხეხდა კაცოს ჯანმრთელი, ღმერთმა დალოცა, აკურთხა, არ შრომობს, არ მსახურობს. ღმერთით არ არის დაკავებული. ღმერთი თუ არ იქნები დაკავებული, სხვა რაღაცა დაგაკავებს აუცილებლად. და მე აღიძრება ისეთი გრძნობები და ისეთი თვისებები და ისეთი რაღაცები რომ ადამიანი გადავარდება და მადლი ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება თუ ოფლს არ იწმენდა ღმერთის ხანაში მაშინ იცოდე რომ მადლიც გაჩერდება აი ერთხანს აყვავდება მე კი გაქრებაო წერია და ღმერთს უნდა რომ ჩვენ ერთხანს კი არ აყვავდეთ და გავქრეთ უფრო მეტი მადლი კიდევ უფრო მეტი მაგრამ რას იძლევა ეს მადლი მესმენთ ჩემს სახლში სულ იყო ხოლმე საოჯახოები. ყოველთვის რაც კი ნაქირავები ქონდა, პავლესავით, ყოველ ცოტა საოჯახოებს. ლოცულობდით ხოლმე დილის ლოცვები ქონდა. სულ ეხლაც ვაგრძელებთ იგივეს. შენ სახლისთვის გინდა რომ ურწმუნოებმა ღმერთმა მოგცეს მადლი და მე ვიცი ერთი ოჯახი, რომ ვახსენებ რომ ვიცი. არ მინდა რომ თქვენ წარმოიდგინოთ სახელი და ის თქმა ღმერთმა აკურთხა, მორწმუნეზე ლაპარაკი. მორწმუნე აკურთხა, მისცა მადლის სიუხვე იქვე გამოჩნდებიან სარეველა ურწმუნოები, რომლებიც ძმაკაცები, იქიდან აქედან ათესავები, ისინი ერთობიან ღმერთის მადლი ფუჭია ამ ადამიანზე. სულ ყველაფერი დაკარგა იმ პიროვნებამ, სულ ყველაფერი დაკარგა. და ღმერთიო ეხლა პირველ საქმოც 17-30-31 ეხლა აუწყებს ყველას ყველგან მოინანიონ. ყველამ ყველგან მოინანიოს, რას უშვები მადლს. დადიხარ ფიზიკურად. ეს მადლი მე დილით დღეს როგორ გავიღვიძე, მეთქრა და ამოწმ. კარგად მეძინა ძალიან. იშვიათია ხომ რომ ძალიან კარგად მეძინოს, იმიტომ რომ ბევრი საფიქრალი და სანერვიულო მაქვს, მაგრამ ნუ სანერვიულოს გულისხმობ რომ ბევრი საქმეები გვაქვს ეკლესიაში საკეთებელი. და სხვის თუ ვინმე ჩემთან არ ეკავს, რაღაცა პრობლემა უნდა მომიყოთ პასტორე გვიჭის და რო იზიარებ ძალაუნებურად გიწევს რაღაცების შენ თავში მიიღება თუ აღება და კარგად მეცინეთ, იცი რა ღმერთი აკონტროლებს ძილში ჩვენს ყველას რომ და იზრუნავს, რომ ჩვენი უჯრედები მუშაობდნენ კარგად. გვეძინოს, ვიყოთ ფხიზლა წამოდგეთ და ვიყოთ უნარიანი. მაგრამ რო გაიღვიძე, სად მიდიხარ მე? აი, არაფერია. თუ არაფერში გამოიყენებ ღმერთის მადლს, მე არ მინდა ცუდი გიწინასწარ მეტყველო. მადლი შეწყდება. ყოველგვარი მადლის ღმერთია, მაგრამ შენ არ მისცემ საშუალებას, რომ მადლი მადლზე მოვიდეს. შეხედეთ იოანეს 1:16. რუსულში წერია ათ ბალნატიევო მისი სისავსისაგან მივიღეთ ყველამო. ბლაგადაც на благодать. ქართულში შეწერია მისი სისავსისაგან მივიღეთ ყველამო მადლი მადლისა წილ. თითქოს რაღაცა გავაკეთეთ და იმის სანაცვლოდ მივიღეთ რაღაც. ეს ჯილდოა და არა მადლი. მისი სისავსისაგან მივიღეთ ყველა მადლი მადლზე. და ღმერთ შეუძლია ყოველგვარი მადლით გაგვამდიდროს. მე ძალიან მინდა რომ ჩემი შვილები იყვნენ რწმენაში მტკიცე. თუ ლოცულობ მათთვის, ღმერთს ევედრები. მე და ჩემი მეუღლე. ჩვენს გულში ვატარებ. ისინი ხან იქ იყვნენ ინგლისში, გადაიყვანეს მე აქ რაღაც და ლაშა წინამსახურებაზე ერთ-ერთ ეკლესიაში იყო და მომეწონა ამ კვირას წავალ ისე ამ ეკლესიაში ვივლო.
მის გარშემო შეიძლება ქვეყნიერებად რეალს გუშინ ისეთ თემებზე მელაპარაკებოდა რწმენის საკითხებზე, რომ მე თვითონ მიკვირს. მე მარიგებდა და რაღაცა შეუბნებოდა სულიერ საკითხებს. ისეთ იმით უსმენდი, რომ ის ამას ლაპარაკობდა. ჩემი სიამოვნება იმაში კი არ არის, რომ მე შემიძლია უფრო მეტი უთხრა. ის მარიგებდა, ჩვენ ესე მგონია ხოლმე და გვატყუებს ეშმაკიო და რაღაცა მეთქი ლაშა ღმერთს შეუძლია შვილების მადლიც მოგცეს. მაგრამ თუ ფუჭი არ იქნება მადლი შენზე. შეკითხვა იბადება, რა გააკეთა მადლმა შენს ხო? პავლე ხო ყველაზე მეტ შრომობდი და ნახეთ რამდენი რაღაცები გააკეთა. ღმერთმა მოგცა მადლი. რა იყო ეს? გვაშოუნინა ფული ნასესხებით, რა შენობა გვეყიდა. რა გავაკეთეთ მე? წავედით მე და არა მაგ დაბასაიდან წერლებზე ფეხს ვიდგავდით, რომ ეს მადლი ფუჭი არ ყოფილიყო. წერლებზე ფეხს ვიდგავდით, შრომობდით, გადავაადგინებდით, გადმოვადგინებდით. ჯორჯის ახსოვს, სიები ქონდა ჩამოწერილი, პროცენტიანი რამდენი იყო და ვისთვის როდის უნდა მიგვეცა. ერთხელ დათო ბაიდაშვილს ვაჩვენე სია და მე კი რაღაც ცუდად გახდა. 21,000 ლარი და 8,500 დოლარი ვალები გვედო და თან პროცენტიანებს და იმებს ვიხდით. მაგრამ ღმერთო შენ ხო იცი რომ ფუჭი არაა შენი მადლი. შენ მოგვანდე ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ხო მართლა ვიხდით ფას. დაორბოდით. ელიავა ჩემი გატკეპნილი არის. რატო დაორბოდი? ყველა ფილა რაც აგდეო, სათითაოდ დამქონდა და დავარბედით. აქ როგორ ვასხავდით? აი იქნებ ფანჯიდან ვაწოდეთ ბეტონს, თითო ვედრას ვასხავდით ას. რატო შრომობდით ამდენს? რომ ღმერთო შეხედე ფუჭი არაა შენი შრომა. შენი მადლი ღმერთო, შენი კურთხევა რაც მოგვეცი, ჩვენ გართობასა და განიავებაში კი არ ვატარებთ. და ღმერთი უფრო მეტ მადლსაც იძლევა. კიდევ უფრო და თუ ეხლა ეკლესია გაიგებს ამ თემას და ვიგებთ და ვისმენთ. უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ. უფრო მეტი უნდა. რატო? იმიტომ რომ მადლი ისე უფრო მეტი მოვა. სული გარკვევით ამს უფრო მეტ მადლსაც იძლევა. ღმერთი იძლევა, ოღონდ ღმერთი ამპარტავნებს, ვინც ამ მადლს ღმერთის სადიდებლად კი არ იყენებს. საკუთარი გართობის და მოდი ახლა და გავერთოთ. ჩვენ უნდა დავისვენოთ კიდეც. ჩვენ უნდა ვისიამოვნოთ კიდეც უფლის მიერ. ჩვენ ზოგჯერ უნდა შევძლოთ, რომ ღმერთის კურთხევებით დავტკბეთ, მაგრამ არა სიზარმაცითა და მიშვებულობით. საუკეთესო ყველაფერი რაც კი არის, ღმერთ შეუძლია მოიტანოს ურიცხვად ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ ვერ შევაკავთ იმდენი სიკეთეები შეიძლება და მადლით ღმერთი აგზავს, შემოგხედოს და გეტყვის. თუ ეს ფუჭი იყო, მაშინ სხვა არაფერი არ გექნება. მე მინდა დავამოწმო. ესეც შემახლებელს ეხება და არ მინდა სახელები და გვარები თქვა. სერიოზული თანხა იშოვა შემახლებელმა. კარგი თანხა. ორი მანქანა იყიდა. თანაც საუკეთესო მანქანები. და ეს მანქანები სხვათა შორის ქალაქში ჩანდა და ბათუმში რო წავიდა ერთხელ გოგოები გაჩერდნენ და იყურებიანო და ჩაბორული იყო ეს მანქანა და ერთი ეუბნებოდა შიგაზის უხერხულია რაღაცნაირად და იცი როგორ იყო ესეთი რა გავიდა დრო დაიხარჯა ყველაფერი აორთქლდა როგორც გაჩნდა ისე აორთქლდა გაჩერდა ღმერთის მადლი იმიტომ რომ ამ მანქანებს ეკლესიაში არ უვლიათ არ უმსახურიათ სასუფეველის საქმეში არ მიუღიათ მონაწილეობა ეს მანქანები არ ემსახურებოდნენ ღმერთის გზას და არც ღმერთის ხალხს და მე ვუთხარი შენ ნახე მისი გაჩენაც და მისი აორთქლებაც ეხლა ახლიდან გაძლევს ღმერთი კიდევ შენს და დაფიქრდე რასაც მოგწევს ღმერთი რომ ფუჭი არ იყოს ეს შენს ხელში თუ ბევრს იშრომებ და ეთქვი ღმერთო შენ მომეცი და მე შენთვისვე გამოვიყენებ შენ სადიდებლად რომელთა 11:26 ამბობს ყველაფერი მისგან მოდის შუქთა მამისაგან მის მიერ ხდება ყველაფერი და მის მიმართ უნდა იყოს მის აღსაულელი მისთვის უნდა გამოვიყენოთ ორი ადგილი საზეპიროდ ვიტყვი და დავასრულოთ იმიტომ რომ ბევრია ამ თემას სალაპარაკო ეს არის ებრაელთა მე-12 თავის 15 და 28 მუხლები. ებრაელთა მე-15 თავი. მე-12 თავი. 15 და 28. შეხედეთ რა არია მე-15 მუხლში. გაფრთხილდით რომ რომელიმე თქვენთაგანს არ მოაკლდეს ღმერთის მადლი.
რომ რომელიმე მწარე ფესმა წარმოქმნისა ზიანი არ მოიტანოს და ბევრი არ შეიბილღოსო. შეიძლება რომ მადლი გამრავლდეს და შეიძლება რომ მოგაკლდეს. იმიტომ რომ მადლთან თამაში არ შეიძლება. მადლის უპასუხისმგებლობა არ შეიძლება. პირიქით, მადლი თუ მოგეცა, უფრო ერთგული იყავი, უფრო მიძღვნილი იყავი, უფრო ღმერთისთვის იცხოვრე და დაინახავ, კიდევ უფრო მეტი მადლი მოდის. და როცა ხედავ, კიდევ უფრო ბევრი მადლი მოდის და ყოველგვარი მადლის ღმერთი ასე წერია, რომელიც აგზავნის მადლზე, შენ ფრთხილობ, რომ არ დაკარგო მადლი. გაფრთხილდითო წერია, რომელიმე თქვენთაგანს არ მოაკლდეს ღმერთის მადლი. აკვარიუმში როცა წყალი აკლდება, თევზს რა ემართება? ის ნელ-ნელა მოკვდება. თუ წყალი გამოილევა, ის მოკვდება. ასე იქნება ჩვენ სულიერ ქრისტიანულ ცხოვრებაში. და 22 მოხსას დააკვირდეთ. ამიტომ ჩვენო შეუძრავ სასუფეველს რომ ვიღებთ შევინახოთ მადლი. შევინახოთ მადლი. მადლი კი არ დავკარგოთ. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო ღმერთისაგან მადლი, შანსად მიიღო მადლი. და ეშმაკმა წაართვა უპასუხისმგებლობით, ვერ შეინახა მადლი, ვერ გამოიყენა, ვერ ისარგებლა. ვერ იკურთხა ამ მადლით. იმიტომ რომ მადლი ასე სათამაშო არ არის, რომ ღმერთიც გამოვიყენე. ღმერთის კურთხევები მივიღე და მე ამითი ხორცის ამებას მივეცი ჩემი თავი. ბოლოს პირველ თესალონიკელთა 5:18 ყველა მიცდეს მუხლი. რა წერია? მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის ღმერთს. რა არის მადლიერება? იცით რა არის მადლიერება? ეს არ არის უბრალოდ კმაყოფილი ვიყო ყოველთვის. მადლიერება ნიშნავს ღმერთო, შენი მადლით მყავს ოჯახი. შენი მადლით ვარ ჯანმრთელი. შენი მადლით არის ჩემი მოწოდება. წაღან რო ახსენე 1 ტიმოთეს 1:9 მან გვიხმო წმინდა მოწოდებით. მადლით ასე წერია, მადლით მოგვიხმო მან. მადლით არის ეს მოწოდება. და ყველაფერი თუ მადლით არის. შენი პასუხი რა არის? მადლობა ღმერთ. მადლობა რომ აქ დამაყენე. მადლობა რომ მომანდე სიტყვა. მადლობა რომ ეს ხალხი მომანდე, რომლებსაც სიტყვა ეძლო. თქვენ შეგიძლიათ მადლობა უთხრათ ღმერთს ჩემთვის ზოგჯერ, თუ მადლს ხედავთ ამაში. მადლობა უთხარით ღმერთს გუნდისთვის, რომელიც თანდასწრებაში შევყევათ. მადლობა უთხარით მლოცველების, რომელიც ლოცულობენ და ღმერთი პასუხებს იძლევა. მადლობა უთხარით ღმერთს საოჯახო ჯგუფ მსახურების და თუ მადლს ხედავ ყველგან, ამიტომ მოგვიწოდებს ღმერთი. მადლობა. უპასუხე, მადლიერება როგორც სიტყვით, ისე ზოგჯერ მადლიერება როგორ გამოიხატება. არ მინდა რომ გაგძელდა სიტყვა, ერთმა კაცმა თქვა, ძაღლს დავეხმარებ ერთხელ, დაბმული იყო, ჩაჭედილი სადღაცასო და აუშვიო რა, უბრალოდ თქვა დიდი ხანი მშიერი იქ იყო. ამ სეტკებში იყო გახლართული, რო აუშვიო. გაიქცაო ბაღის ბოლოში, ჩაირბინა. აი ასე ძაღლმა ხო არის მადლობა როგორ ათქოს. მაგრამ აი, მოდიოდა ფეხებში ომახდება, კრუქს გააკეთე, კიდევ. ზოგჯერ სულ არ არის საჭირო. რომ გამოხატო მადლობა, მაგრამ ღმერთო მადლობა რომ ეკლესიაში მომიყვანე. მადლობა. მე ძალიან ბედნიერ და დამეხმარო ახლა მადლი. შევინახო და ფუჭი არ იყოს და ყოველგვარი მადლი მინდა ღმერთო, ყოველგვარი და ყველაზე მეტ შეშრობ, ყველაზე მეტად ფრთხილას ვიქნები და გაუფრთხილდები მადლს. იყავიო ფრთხილად რომ არ დაკარგო ეს მადლი. რაც გააქვს და პირიქით ღმერთს ძალოც გაგვამდიდროს ყოველგვარი მადლით. ძალოც შეუძლია ჩვენზეა დამოკიდებული, მიცემ თუ არა მის საშუალებას. წამოდეთ ჩემთან ერთად. ლოცულობ და უფალს ვეუბნებთ ღმერთო, მადლობა დღევანდელი დღისთვის.